მოვამზადოთ მედოკის ტორტი. ასეთი სასწაული ფერის მედოკი რომ გამოვაცხოთ, დარჩით ჩვენთან ერთად და ვიდეოს მსვლელობაში ნახავთ როგორ იღებს ასეთ ფერს. მოსამზადებლად დაგჭირდება 120 გრამი კარაქი, 120 გრამი შაქარი, 2 დიდი ან 3 პატარა კვერცხი, 80 გრამი თაფლი, 1 ჩაის კოვზი სოდა ძმრით ან ლიმონის წვენი, 400 გრამი ფქვილი. ფქვილი შეიძლება დაგჭირდეთ ცოტათი მეტ-ნაკლები. 120 გრამი შაქარი მოვათავსოთ თასში. შემოვდგათ ნელ ცეცხლზე გასადნობად. მორევა არ უნდა დავაცალოთ, რომ გადნეს. გადნობას გვერდებიდან დაიწყებს, უკვე ცოტათი გამდნარი ადგილები შეგვიძლია ფრთხილად მოვურიოთ. აქ სიფრთხილეა საჭირო, რომ კორძები არ გაიკეთოს. უკვე გამდნარი შაქარი კი შეგვიძლია მოვურიოთ. შაქარი ცოტა ხანი დავტოვოთ, რომ ფერი მიიღოს, სასურველი ფერი. აი ეს აძლევს ნამცხვარს გარკვეულ ფერს. თუმცა ზედმეტად არ უნდა გაყავისფრდეს. ვამატებ 80 გრამ თაფლს. ეს არის სავსე 2 სუფრის კოვზი. მასა არის ძალიან ცხელი, ამიტომ სიფრთხილეა საჭირო. შეგვიძლია ოდნავ ზემოთ ავწიოთ ცეცხლიდან, ან ცოტა გვერდზე გადავდგათ პერიოდულად. თაფლი რო ჩადნება, ვამატებ 120 გრამ კარაქს. კარაქიც ესე ძალიან ინტენსიურად იწყებს თუხთუხს და ფრთხილად უნდა ვიყოთ. შეგვიძლია ცოტა გადმოვდგათ ხოლმე და ისე ჩავადნოთ კარაქი. ცხელშივე ვამატებ 1 სუფრის კოვზ სოდას და ზემოდან დავაწურე ლიმონი. შეგვიძლია დაასხათ 1 სუფრის კოვზი ძმარი. ეს მასა უნდა შეგრილდეს, რომ კვერცხი დავამატოთ. მე 2 ცალი კვერცხი, 2 დიდი კვერცხი მაქვს, ჩავახალე თასში და გავთქვიფე. თუ პატარა ზომის კვერცხები გაქვთ, 3 ცალი გამოიყენეთ. ცხელი მასა უკვე საგრძნობლად შეგრილდა, უფრო მეტად რო შეგრილდეს, დავამატე 2-3 სუფრის კოვზი თან მოვურიე. მასა იმდენად უნდა შეგრილდეს, რომ კვერცხის დამატებით კვერცხი არ აგვეჭრას. თუმცა ძალიანაც არ უნდა გავაციოთ, უნდა იყოს თბილი, რომ კვერცხი დავამატოთ. კვერცხი რომ კარგად შევურიე, დავიწყე დარჩენილი ფქვილის დამატება. ფქვილი, რა თქმა უნდა, გაცრილი მაქვს წინასწარ, შეგიძლიათ მაღლიდანაც ხელმეორედ დააცრათ, ეს უკეთესიც არის. მე დავამატე 400 გრამი ფქვილი, მეტი არ დამჭირდა. შეიძლება 1 სუფრის კოვზით მეტ-ნაკლები ფქვილი დაგჭირდეთ. მასა არის რბილი, ხელებზე ეკრობა, გადმოვიტანოთ ცელოფანზე და გადავახვიოთ. შევინახოთ მაცივარში 20 წუთი, მაინც რომ დაისვენოს და ცოტა შემაგრდეს. მაცივრიდან გამოღების მერე შედარებით გამყარდა ცომი, გავყავი 6 ტოლ ნაწილად. თითო გუნდა მაქვს 125 გრამი. ეს გუნდები დავალაგე სწორ ზედაპირზე და გადავაფარე ცელოფანი. ერთი კი დავდე საცხობ ქაღალდზე და გავათხელოთ, მივცეთ წრიული ფორმა. ამოვჭრი წრეს 22 სანტიმეტრის ფორმით, მექნება 22 სანტიმეტრიანი ტორტი. ამ ზედმეტ ცომებს ერთად მოვაგროვებ და ბოლოს გამოვაცხობ ზევიდან მოსაყრელად ნაფხვენებისთვის. დავჩხვლიტოთ ჩანგლით და გადავიტანე საცხობ ფორმაზე. ცხობა წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე 5-6 წუთი. სანამ პირველი ფენა ცხობა, მე მეორეს გავათხელებ და ამოვჭრი ისევ 22 სანტიმეტრის ფორმით. დავჩხვლეტავ ჩანგლით აუცილებლად, ყურადღებით იყავით, ძალიან მალე ცხობა ფენები. ჩემთან 5 წუთი დასჭირდა, გადმოვდგათ და საცხობზე გადავიტანე უკვე გათხელებული მეორე ფენა. ამასაც ვაცხობ ანალოგიურად და ვათხელებ უკვე მესამე ფენას. ასე მივყვები და გამოვაცხობ 6-ვე ფენას. ცხელი ფირფიტები უმჯობესია ბადეზე გავაციოთ. გაციებულები კი შეგვიძლია დავალაგოთ ერთმანეთზე. ცივდება ძალიან სწრაფად. კარგად გაციებული ფირფიტები თუ იმ დღესვე არ გინდათ რომ გააფორმოთ, შეგიძლიათ გადაახვიოთ ცელოფანში, შეინახოთ მაცივარში და გააფორმოთ როცა მოგესურვებათ. გვერდებიდან ჩამოჭრილი დარჩენილი ცომები გავაერთიანე, გავათხელე, ამას წრიული ფორმა არ სჭირდება, ესევე გამოვაცხე. ეს რო გაცივდება, დავაბლენდერებ და გამოვიყენებ ზემოდან მოსაყრელად. ფენები ისე მალე ცივდება, რომ ეხლავე შეგვიძლია კრემი მოვამზადოთ. ოთახის ტემპერატურის რბილი 200 გრამი კარაქი მოვათავსე თასში. ვამატებ ვანილს
და გავთქვიფოთ კარგად. კარაქი უნდა თავიდანვე გავთქვიფოთ ძალიან კარგად, 4-5 წუთი ვთქვიფოთ, უნდა მივიღოთ აი ასეთი ფუმფულა მასა. დავამატებ 2 კილა მოხარშულ შესქელებულ რძეს. მთლიანს ასე გადავიტან კარაქის ზემოდან და ვთქვეფავ მხოლოდ შესქელებულ რძეს ზემოდან, ესე ზედაპირულად, კარგად უნდა გაითქვიფოს და მერე დავიწყებ კარაქთან ჩათქვეფას. კარაქისა და შესქელებული რძის ერთად ბევრ თქვეფამ და ინტენსიურ თქვეფამ შეიძლება აჭრას. ამიტომ აქ უკვე ბევრი თქვეფა არ უნდა, ძალიან დაბალ სიჩქარეზე ვთქვეფავ. ხოლო როგორც კი შეერევა, უნდა თქვეფას თავი დავანებოთ. კრემი მზად არის და ნიჩბით ან კოვზით ამოვურიოთ. სანამ მე კრემს ვამზადებ, თქვენ შეგიძლიათ არხი გამოიწეროთ, ვიდეოც მოიწონოთ და გააზიაროთ კიდევაც. საბოლოოდ მივიღეთ აი ასეთი საუკეთესო კრემი. დავიწყოთ ფენების დაკრემვა. კრემი არ დაგენანოთ თავიდანვე, საკმარისზე მეტი კრემი გვაქვს, თუმცა მაინც უნდა გაითვალისწინოთ, რომ 6-ვე კარგად დაკრემოთ და გვერდებსაც საკმარისი კრემი მიაქვს. კრემზე ფენას რო დადებთ, ცოტა ხელი დააწექით ხოლმე და მერე დავკრემოთ. ასე დავკრემე 6-ვე, ზემოდანაც დავკრემოთ და გვერდებზეც წავუსვათ. ამოვავსოთ კრემები თუ სადმე ღრიჭოები არსებობს. მოვაყაროთ ნაფხვენები, ეს ის ბოლო ფენაა, რომელიც გამოვაცხე, გაცივ და დავაბლენდერე და აი ასე მოვაყრე, თანაბრად გადანაწილდეს. იმ ერთი პატარა ფირფიტიდან ნაფხვენები მაქვს საკმარისზე მეტი, ამიტომ ესეც კარგად მოვაყარეთ და საბოლოოდ გამოგვივიდა აი ესეთი ძალიან ეფექტური ნამცხვარი. არის გემრიელიც და ფერიც აქვს სასწაული. ეს ნამცხვარი უმჯობესია დავჭრათ მეორე დღეს. საბოლოოდ ტორტის დაჭრის დროც მოვიდა, დავჭრათ და დავაგემოვნოთ. აი სასწაული ტორტია, შეგიძლიათ ზემოდან ხილით ან სხვა დეკორით გააფორმოთ თუ იუბილესთვის გინდათ. ძალიან გემრიელი ტორტია, ნახეთ როგორია, სასწაული ტორტია, აუცილებლად გამოაცხეთ, სცადეთ და დამიმახსოვრებთ. რეცეპტი თუ მოგეწონათ, ვიდეო შეინახეთ, გააზიარეთ და არხი მოიწონეთ. 80% მიყურებს გამოწერის გარეშე. გამოწერა ეს ძალიან კარგია თქვენთვის, იმიტომ რომ არც ერთ რეცეპტის ძებნა არ მოგიწევთ. მე პირადად თითქმის ყველა ქართველი იუთუბერი გამოწერილი მყავს. ვუყურებ ხოლმე და ჩემი მხრიდან რაღაცით ვეხმარები. მეც დიდ სიამოვნებას ვიღებ ქართველი იუთუბერების ყურებით. ეხლა კი დროებით გემშვიდობებით, მალე ისევ შევხვდებით ძალიან საინტერესო რეცეპტებით, იქამდე კი ბედნიერ დღეებს გისურვებთ.